ერეკლე რომ დაიბადა 1720 წელს საუკუნეზე მეტი იყო გასული, რაც ქართლისა და კახეთის სამეფო ტახტზე ქრისტიანული წესით ნაკურთხი მეფეები აღარ ისხდნენ. უკანასკნელი ღვთივ გვირგვინოსანი ბაგრატიონი ერეკლეს პაპის პაპა თეიმურაზ პირველი იყო. აი ისიც ახალგაზრდა და ჯანმაგარი თავისნაირი შეუპოვარი ქართველების ლაშქრის ფონზე. დონ ქრისტოფორო დე კასტელის ამ ნახატს ასეც ქვია, საომრად ამხედრებული მეფე თეიმურაზ პირველი. მასზე გამოსახული მეფის ამაყი პოზა ზუსტად გამოხატავს მისსავე მდიდარ და მოშენებულ სამეფოს. ასევე ზედმიწევნით გავდა თეიმურაზ პირველის ხანგრძლივი ცხოვრება და მისი ოჯახის თავგადასავალი თავისავე სამშობლოს ბედს, რომელიც ჯვარს აცვა შაჰ-აბასმა. სრული გაქრობის წინაშე მდგარი კახეთის გადასარჩენად ყიზილბაშებთან მეომარი მეფის დედა წმინდა ქეთევან დედოფალი ქრისტიანობისთვის ველური წამებით მოაკვლევინა შირაზ შაბას პირველმა. მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი დაასაჭურისებინა, რომელთაგან ერთი მოკვდა, მეორე გაგიჟდა. მესამე ვაჟი ბრძოლაში მოუკლეს მაღაროსთან. სპარსეთს გათხოვილი ქალიშვილი იქვე დაახრჩვეს შაჰის ბრძანებით. თვითონ ასტრაბადის ციხეში ტყვეობაში დაასრულა სიცოცხლე 1663 წელს. მას ისე როგორც მის ქვეყანას სარწმუნოება ვერ დაათმობინეს და ქრისტიანად მოკვდა, მაგრამ დააკვირდით იგივე კასტელის ამ ნახატზე გამოსახულ ბებერ თეიმურას მის შვენიერ თავს სპარსული ჯიღიანი თავსაბურავი ამშვენებს. გაუთავებელი ომებით გადაღლილი ქართლ-კახეთი ირანის დაქვემდებარებაში მოექცა. აღმოსავლეთ საქართველოს ბაგრატიონთაგან ყველა ხელისუფალს, ვინც ტახტზე იჯდა, გამაჰმადიანება მოეთხოვებოდა. ზოგიერთი მათგანი მართლა აღიარებდა ისლამს, მაგრამ ზოგისთვის მაჰმადიანობა ნიღაბი იყო და ჩუმად ატარებდა გულსაკით ჯვარს. სპარსული ჩაცმულობა და ზნეჩვეულება ქართველისთვის ნიღაბი გახდა, რადგან მეომარ მხედრებად აღზრდილი გურჯი არისტოკრატები ირანის იმპერიის პოლიტიკურ თუ სამხედრო არენაზე წარმატებით ასპარეზობდნენ და გამორჩეული ადგილი ეჭირათ. ქართლის მეფე ირანის შაჰის ქვეშევრდომად ითვლებოდა და იმპერიის ჯარების მთავარსარდლის სახელოსაც ფლობდა. მართალია ქართლ-კახეთში თავისუფლებისთვის ბრძოლა არ ცხრებოდა, მაგრამ დამპყრობელთან თანაცხოვრებამ ზნეობრივი გადაგვარების საფრთხე გააჩინა. ქართველმა კაცმა მაგიდიდან ხალიჩაზე გადაინაცვლა და თრიაქით თრობას შეეჩვია. აღმოსავლურ ჰანგზე აღიღინდა, ენა შეილანძღა. საკანცელერიო საბუთები ქართულ სპარსულად ან სულად სპარსულ ენაზე იწერებოდა. ის რაც ხმლით ვერ დაათმობინეს გურჯებს, თანდათან აცლიდა ხელიდან სპარსული კულტურის მოძალება. თუ შეიძლება ხმელეთით გარშემორტყმულ მიწას კუნძული ერქვას, მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნეების საქართველოსზეა ზედგამოჭრილი. უფრო ზუსტად მაშინ ჩვენი ქვეყანა გავდა თვითგადარჩენისთვის მებრძოლ ქრისტიანობის კუნძულს მაჰმადიანურ გარემოცვაში. ჩვენ ახლა მანგლისის სიონის 1600 წლის ეზოში ვართ. აი ამ უძველესი ტაძრის გუმბათზე დღესაც შემორჩენილია ირანის ბატონობის დროინდელი ბაზალტის ქვაში ნაკვეთი ბურთი, რომელზეც ჯვარი დგას და რომელიც ასე ძალიან ჰგავს თეიმურაზ პირველის ჯიღიან თავსაბურავს. იმ დროინდელი უნდა იყოს ეკლესიის კარიბჭესთან აი ეს ორი საფლავი. ერთი მეომრისა, მეორე გუთნის დედის. ტაძრის გუმბათზე მდგარი არაჩვენეული სიმბოლო იმ საქართველოს ნიღაბია, ხოლო ეს სამი რამ, სარწმუნოება, ხმალი და გუთანი, ძალა, რომელმაც ის მძიმე ეპოქა გამოგვატარა.
და არა მარტო ის. მაგრამ აი ამ სამ ძალას ირანელების ბატონობის დროს თავარი დასაყრდენი უკვდებოდა ქართული კულტურა. აი მე-18 საუკუნის დასაწყისში ქართლის ტახტზე იჯდა მეფე, რომელმაც საქართველო ისევ ქართველობისკენ შემოაბრუნა. მას რჯულმდებელს ეძახდნენ, უსმენდნენ და ეკითხებოდნენ. სამეფო სამთავროება დაშლილი ქვეყნისთვის ის იყო ერთიანობის სიმბოლო და იმედი. ისლამურ სამყაროში ჩაკარგული სომხობა მისი ტახტის და დროშის ქვეშ დგომაზე ოცნებობდა. დიდი სამართლის წიგნის დასტურლამალის შემდგენელმა მწერალმა და მეცნიერმა შეკრიბა იმ დროის ნიჭიერ ადამიანთა დასი, რომელთა მოღვაწეობით აღორძინდა განათლება, ენათმეცნიერება, ისტორიოგრაფია, ფილოსოფია, მედიცინა და ზუსტი მეცნიერებები. თბილისში დაარსდა პირველი სტამბა, სადაც მხედრული ამბანით იბეჭდებოდა ათასობით წიგნი. დადგინდა საუკუნეთა მანძილზე შელანძღული ვეფხისტყაოსნის ტექსტი და დაიბეჭდა. იხსნებოდა სკოლები. დიდი რეფორმატორის მიერ ქვეყანაში კანონიერების მოწესრიგებამ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის გაძლიერება მოიტანა შედეგად. ყველგან გაჰყავდათ სარწყავი არხები. მისი ქართლი ერთ დიდ მსხმოიარებახს გავდა, საიდანაც აზია-ევროპის სახელმწიფოებში გაჰქონდათ მაღალი ხარისხის პროდუქცია. და როგორც ნაკლებად ემოციური ივანე ჯავახიშვილი აღფრთოვანებით წერდა, იმ დიდ საქმის მოთავედ და სულის ჩამდგმელად დიდებული დაუვიწყარი ვახტანგი იყო. ვახტანგ მე-6, ერეკლეს დედის თამარის მამა. ეს იყო დრო, როცა ირანს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ავღანელები უტევდნენ. ამ სახიფათო ძალისგან იმპერიას ვახტანგის ბიძები გიორგი მე-11, ქაი ხოსრო, მოგვიანებით კი მისივე ძმა როსტომი იცავდნენ ქართული მხედრობით. ამიტომ გურჯები დიდი გავლენით სარგებლობდნენ ირანის იმპერიაში და შაჰიც თვალს ხუჭავდა ქართლის მშვიდობიან აღორძინებაზე. აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარზე მტაცებელი იმპერიებით გარემოცულ საქართველოში ქვეყნის მესვეურის პოლიტიკური შეცდომა ყოველთვის მძიმე შედეგებით მთავრდებოდა ხოლმე, ვიდრე ქრისტიანული სახელმწიფოებით გარემოცულ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. 1722 წელს ვახტანგ მე-6-ემ სწორედ ასეთი საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც სამი უძლიერესი იმპერიის ინტერესი გადაიკვეთა კავკასიაზე. არადა იყო გამოსავალი, საუკეთესო გამოსავალიც კი. ირანში დიპლომატიური მისიით შეგზავნილი მზვერავი და შემდეგ ასტრახანის გუბერნატორი ვოლინსკი 1721 წელს რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ს ატყობინებდა ქართლის თავადების იმ უკმაყოფილების შესახებ, რომელიც ვახტანგსა და პეტრეს შორის საიდუმლო სამხედრო კავშირით იყო გამოწვეული. სამეფოდ აღზრდილი ბაქარ ვახტანგიძე ბატონიშვილი ერთი მათგანი იყო ქართლის 1000 ჭირნანახ მესვეურთაგან, ვინც მამამისის პეტრესთან კავშირს სახიფათოდ მიიჩნევდა. 1722 წლის გაზაფხული იდგა. ირანში ავღანელები შეჭრილიყვნენ და დედაქალაქი ისპაჰანი ალყაში მოექციათ. იქაური ქართველობა იტყობინებოდა, რომ ავღანელებთან ბრძოლაში ვახტანგის ძმა იმპერიის ჯარების სარდალი როსტომი დაღუპულიყო და მათი ჩაგონებით შაჰს ბაქარ ბატონიშვილი დაენიშნა მთავარსარდლად. ისპაჰანელი ქართველობა იმასაც იწერებოდა, რომ ქართლის მხედრობის ირანში შეჭრიდა ავღანელთაგან მისი მიწების გაწმენდით იმპერიის სადავეები ქართველთა ხელში აღმოჩნდებოდა. ყოველი წამი ძვირფასი იყო. ბაქარმა ლაშქარი მოამზადა და დაიძრა კიდეც, მაგრამ ამ ლაშქრობას ვახტანგი აღუდგა წინ. მამის ავტორიტეტმა გაიმარჯვა და ახლა გულგასიებული ბაქარი თანამოაზრეებთან ერთად თავის სამყოფელში საქართველოს გარშემო უცნაურად აწეწილ ამბებზე ბჭობდა.
ყველაფერი შევასმინებდეს. ესეთი ახირებული ჯერ არასოდეს მინახავს. ირას ლაშქრობის გაგონებაც არ უნდა. ყარაბაღის სომეხთა კათოლიკოსი ესტუმრა თბილისს. იმას რაღა უნდა? სომეხთა ჯარის მოსამზადებლად სარდლები ჭირდებოდა. მეფეს აღუთქვა, როგორც კი რუსები დარობანს გადმოვლენ, ყარაბაღელნელი კებს სადაც მიბრძანები გაახლებთ. პეტრესთან კავშირი ირანთან ომში ჩაბმას ნიშნავს ბატონიშვილო. და თუ მაგ კავშირმა შედეგი არ მოიტანა, სომხები რას კარგავენ? მთელი უბედურება ქართლს დააკვდება თავზე. ოსმალთა სულთანმაც შემოუთვალა ვახტანგს. კავშირი შეუდგათ და ირანის დაპყრობაში მომეხმარა. სამაგიეროდ რას გვთავაზობს? მთელ საქართველოს უთხოვს ვახტანგს. ამაზე რა თქვა ვახტანგ? არა ის რომ სულთნის შემონათვალი ვახტანგმა გულობ-ღულოდ აცნობა. პეტრეს მაგრამ ამისთანაც რას პირდება რუსთა იმპერატორი? ქართლში ჯარებს შემოვიყვან და ოსმალთაგან წართმეულ სამწყეს დაგაბრუნებინებდა. ცოცხლე ბატონიშვილო, კარგი იყოს საქრისტიანოსთან კავშირი, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი მიზანი აქვს და რა ვიცი. უბედურებაც ეგ არის. ჩვენ არ ვიცით პეტრეს ნამდვილი მიზანი. პეტრე პირველის ნამდვილი მიზანი კი დასუსტებული ირანის მიწები იყო კასპიისპირეთში, დაღესტნური სანაპიროდან გილანის ჩათვლით. არც ის აწყობდა იმპერატორს, რომ ოსმალეთს ირანი დაეპყრო. თავის მხრივ ოსმალეთიც არ აპირებდა ამ არეულობაში ხახამშრალი დარჩენილიყო და ყველაზე ძალიან ამიერკავკასიაში რუსეთის შემოსვლა აშინებდა. პეტრე პირველი ცდილობდა დასუსტებული ირანი ამ ბრძოლაში ერთ-ერთ მოთამაშედ შეენარჩუნებინა. თანაც მადაგახსნილი ოსმალებისთვისაც მიეგდო რაიმე საკბილო. ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ ავტორიტეტთან ვახტანგ მე-6-სთან მას არავითარი სამხედრო ხელშეკრულება არ ჰქონდა ოფიციალურად გაფორმებული. ზეპირი დაპირებებით ცდილობდა ქართველების ანგარიშგასაწევი ძალის გაკონტროლებას. უკვე 1722 წლის 2 ივლისს პეტრე ვახტანგს ატყობინებდა, რომ რუსები მალე გამოჩნდებოდნენ კასპიისპირეთში და ურჩევდა, რომ ოსმალების და ირანელების თვალების ასახვევად ლეკებზე დაეწყო ლაშქრობა. ქართველების და რუსების სამხედრო ძალები შეთანხმებისამებრ ბაქოსა და დარუბანს შორის უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. აგვისტოში ვახტანგი განჯაში მივიდა. მისი დროშის ქვეშ ქართველთა მხედრობის გარდა თავი მოიყარეს სომეხთა მელიქებმა და იმერეთის ლაშქარმა ალექსანდრე მე-5-ის სარდლობით, სულ 40,000-მდე მეომარმა. იმის მაგივრად, რომ ასეთი სერიოზული არმიით ვახტანგი დაღესტანს შესეოდა და ლეკების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა, ის ნოემბრის ბოლომდე უქმად იდგა პეტრეს მოლოდინში. ვისგანაც საბოლოოდ ელჩათუ ჯაშუშად გამოგზანილი პოდპორუჩიკ ტოლსტოის პირით წინადადება მიიღო. ბრძოლა გაზაფხულისთვის გადავდოთო. ოქროს დრო უქმად დაიკარგა.
ამასობაში კი ისპაჰანი ავღანელებმა აიღეს და შაჰის ჩათვლით სეფიანთა დინასტიის ყველა უფლისწულს ყელები დასჭრეს. ერთადერთი გადარჩენილი შაჰზადე თამაზი თავრიში გამაგრდა და თავი ირანის შაჰად გამოაცხადა. ვახტანგი, რომელიც პეტრემ პოდპორუჩიკ ტოლსტოის იმედად მიატოვა, ფაქტიურად ირანთან ომში აღმოჩნდა ჩათრეული. ინგლისელი ქართველოლოგი დევიდ ლენგი მართებულად აღნიშნავდა, რომ ირანის დაცემა ქართული სამხედრო ძალის ჩაურევლობის გამო მოხდა. გურჯებზე გამწარებული შაჰ თამაზი კი ვახტანგის დასასჯელად სამზადის შეუდგა. 1723 წელი რომ დადგა შაჰის ბრძანებით, ნარიყალაში მდგარმა ყიზილბაშურმა გარნიზონმა თბილის ცეცხლი გაუხსნა ზარბაზნებიდან. საქვეყნო ცნობილია, რომ ქართველს ქართველივე თუ დაამარცხებს ყველაზე უკეთესად და ამიტომ შაჰ თამაზისვე მოწოდებით კახთა მეფემ კონსტანტინემ იგივე მამად ყულიხანმა თბილის აღმოსავლეთიდან ლეკების ჯარით შეუტია. მის კვალდაკვალ მოვიდნენ განჯის ხანი და ერევნის ხანი სომეხთა ლაშქრით. ვახტანგ მეფის მხრიდან ბრძოლაში ჩაებდნენ ქართლის სათავადოები და იმერეთის ლაშქარი. თბილისის ირგვლივ ჯერ კიდე სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა, როდესაც ოსმალთა სულთანმა კიდევ ერთხელ შეთავაზა ვახტანგს მისი უზენაესობა ეცნო და ამით ქართლი შეენარჩუნებინა. მეფემ ეს წინადადებაც უპასუხოდ დატოვა. სამთვიანი სისხლისმღვრიის შემდეგ ვახტანგმა თბილისი დაკარგა და ცხინვალში გამაგრდა. სადაც გამართულ დარბაზობაზე ქართლის თავადებმა მეფეს უკვე კატეგორიულად მოსთხოვეს მიეღო ოსმალთა წინადადება, მაგრამ მეფე ისევ ყოყმანობდა, რადგან იქ მყოფი პეტრე პირველის ელჩი ტოლსტოი უტიფრად არწმუნებდა დარბაზს დღეს ხვალ ქართლში რუსეთის ჯარი შემოვალ. სწორედ ამ დროს ინაწილებდნენ რუსეთი და ოსმალეთი ნადავლს. 1724 წლის 12 ივლისს კონსტანტინოპოლში დადებული ზავის მიხედვით ოსმალეთმა სცნო პეტრეს მიერ კასპიის სანაპიროების დაპყრობა და თავის მხრივ უარი თქვა მთელი ირანის დაპყრობაზე. ხოლო პეტრემ ოსმალეთს დაუთმო ქართლ-კახეთი და ირანის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორია. იმავე ივლისში ვახტანგმა მამისონის უღელტეხილით საქართველო დატოვა და რუსეთში გადაიხვეწა. უბედურება იყო ისიც, რომ მეფემ თან გაიყოლა ქართლ-კახეთის არისტოკრატიის საუკეთესო 1200 ოჯახი და ბევრი დიდი მოღვაწე. ვაი მათ, ვინც სამშობლოს ტოვებდა და უფრო ვაი, ვინც სამშობლოში რჩებოდა. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ 270 წელი იყო გასული და საქრისტიანოსაგან მოწყვეტილი ქართველების იმედი, რომ ერთმორწმუნეობა პოლიტიკაში რამეს წყვეტდა, ასეთი შედეგით დამთავრდა მაშინ. დიდმა განმანათლებელმა და რეფორმატორმა ვერილომა უპატრონოდ დარჩენილ ქართლში ოსმალები შემოიჭრნენ, აიღეს გორი, მერე თბილისი და ცხინვალში ქვაქვაზე არ დატოვეს. მოაოხრეს ჯავა, აი სწორედ მაშინ ამოწყდა ჯავას ქართველი მოსახლეობა და იქ ხიზნებად შემოპარულმა ოსებმა დაიწყეს დასახლება. მაშინ ვახტანგ მეფეს საქართველოსდან წერდნენ. ბაქარ ბატონიშვილი მაინც დატოვე ქართლში, სულ ნუ დააგდებთ ამ ქვეყანასო. სვიმონ პირველის მაგალითს ახსენებდნენ, ვისაც უკიდურეს გაჭირვებაშიც კი არ გაუგდია ხმალი ხელიდან. არადა რუსეთში ჩასულ ვახტანგს პეტრე პირველის დიპლომატებმა აქეთ დასდეს ბრალი და პირდაპირ განუცხადეს, ქართლზე ზრუნვა ჩვენს გეგმებში არ შედიოდაო. ასე აღმოჩნდა მთხოვნელის დამამცირებელ როლში ვახტანგ მეექვსე. მის მიერ აყვავებულ ქართლს კი იმ დროს უკვე ოსმალები ფლობდნენ. ვახტანგის ძმა იესე, რომელსაც ის მუდამ განდგომილ მტრად და ეშმაკად მოიხსენიებდა, ოსმალებს ამოუდგა მხარში და სამაგიეროდ ქართლის მეფობა აღირსეს. ასპარეზზე გამოდიოდნენ უცხოთ მოყვარე ორიენტაციის ქართველები, რომლებიც ყველგან იკავებდნენ ქართული ორიენტაციის ქართველების ადგილს.
ოსმალებმა ქვეყანა ისე მძიმედ დახარკეს, რომ ადამიანიდან დაწყებული ყველა ცხოველს, ფრინველს და ხის ნაყოფსაც კი გადასახადი დაადეს. ურჩებს სარზე ჩამოცმით და ჩამოხრჩობით უსწორდებოდნენ, შიშის თესვით ცდილობდნენ გურჯების მორჩილებაში ყოლას და ადამიანთა ღირსების შეურაცხყოფა ყოველდღიურ სანახაობად იყო ქცეული. მაგალითად, მათ მალე მსრბოლებზე ცხენის დაგვიანებით მირთმევისათვის მანუჩარ ყაფლანიშვილს და გიორგი ქავთარიშვილს პირში ლაგამი ამოსდეს, ზედ შესხდნენ და დეზისკვრით სირბილს აიძულებდნენ. იმდროინდელი დოკუმენტები ლაპარაკობენ თუ როგორ ყიდდნენ უფროს შვილებს შიმშილისგან გამწარებული გლეხები, რათა დანარჩენი შვილები გამოეკვებათ. კახეთს ლეკები მოედვნენ თარეშით, მოლები შემოიყვანეს და ხალხის გამაჰმადიანება დაიწყეს. 1727 წელს ოსმალეთის სულთანმა ლეკებს საგანგებო სიგელით დაუმტკიცა კახეთისაგან მიტაცებული ალაზნის გაღმა ტერიტორია. კახეთის მეფე მამად ყულიხანი ლეკთა რაზმებს ქართლისკენ გზას აძლევდა და ვახუშტის ცნობით მათგან ნაძარცვის წილსაც კი იღებდა. გუშინდელი მოკავშირე თურქები და ლეკები ახლა ერთმანეთს ეცილებოდნენ ქართლის ძარცვას და უმოწყალოდ ჟლებდნენ ერთურს. სწორედ ამ დროს იესე მეფე გარდაიცვალა. სულთანმა ქართლის გამგებლად ახალციხის ფაშა ისაყი დანიშნა. კახეთის მეფე მამად ყულიხანი ხვდებოდა, რომ ირანი მისთვის ვერ მოიცლიდა, ამიტომ ოსმალებს ქედი მოუხარა. 1732 წელს მამად ყულიხანი ისაყ ფაშამ თბილისში მიიტყვა და მოაკვლევინა. ამის შემდეგ ოსმალებმა კახეთიც დაიკავეს. მაშინ ტახტის მემკვიდრემ ერეკლეს მამა თეიმურაზმა, რომელიც ფშავში იყო გახიზნული, სწორად შეაფასა უმძიმესი მდგომარეობა. ოსმალებს მიუვიდა და კახეთის მმართველი გახდა. ასპარეზზე გამოვიდა ქრისტიანი ბაგრატიონი, ვისი სანაქებო დიპლომატიურობა ასე სჭირდებოდა ქვეყანას. აგრძელე საქართველოს ისტორია.